მშვიდობის ჩამოყალიბება. როგორ გიკითხოთ, მეც ვერ ვიტან ამ ხმას. ამისთვის ვადუღებ. ჯერ ადრე ამალა დაცილდება და მერე წიწიბურას ფაფა გავაკეთებ, ბრინჯისას ვაკეთებ, უნდა დავამატო. სოუსი მაქვს, ეს ხას არაფერს არ გავაკეთებ, კვეცი მოვხაშე. კარტოფილი თუ მინდენ შევუწვა, ან კვეთს შევუწვა. არაფერს არ გავაკეთებ. აქ ჩემთვის მაქვს წიწიბურა, რომელიც იწურება. კვეცი მაქვს აქ. ოხაშური. მეგული არ მიყავს საერთოდ და იშვიათად რომ ჭამო, იშვიათად. სივარი მიყავს. ხარშავდი ხანს როგორი კარგად მიიხავშეს. 7-8 არ მყოფნის. კვეთში რომ მივიხვა. არ დავწექი. არ მეძინებობა. ძალიან კაი ამინდია. ეხლა დასარეცხები უნდა. გავარეცხო. რეცხილი მაქვს კიდე ერთი. ვანაში მიდევს და შიგნით რაც მაქვს ისინი უნდა მოვხსნა. სამთარი ერთი მოთოვი. ერთხელ მოთოვა და всё, გაზაფხული ვიტამინები არის. სოფლებში უფრო იყო. საქმეა. იქეთ იმედი არ ჩანხარ, გაიწიე. აქეთ და მოვალ. მერთო დიდებულო. ანგარა რომ მოდი, ხარ ბიჭო. მე რას დაგწილებ ხოლმე. წაკდაწეკი. ჯერ ადრე აღდომა.
გეგას უყვარს წიწიბურა და ჩემთვის მოვიხარ შესუყვება, მაგრამ რო გამახსენდა მერე ჩავტოვე. შაქარი დავამატოთ ის არ იყო. აი ნახეთ როგორი ართქლება. მარილე ვუქენი. Dadurch, dass das ja ჭამაზე მეყოს უნდა ეგ. კარგი, არ მოხსნი ახლა. ამათ მოხსნი, დააპაუზებ. გავფენი მას რაც მაგასაფენი და მოვალმე. კი გავამანამ დრო. ეხლა არის 10-20 წუთი. ვაიმე ხალხო, ხო თქვი ცხელა მეთქი. ცხელა კერა ყინავს. ძალიან ყინას ეგეთი რაღაცა ჯერ არ ვიცი. აი მომსული არის. აი. ეხა. თუმცა ეს აქეთ მიდევს. ამახალი მასში. გადერებში. კარგი, ახლა მოხსნი და იქეთ ოთახში დავყრი და დავკეცო. ეს კარი დავყავოთ. სანესენი არა, გარანჯულია დავყავოთ და მე იმას აუქმნა რა ქვია. ანიარებული მქონდეს ფინანსობა. ანჯრები მარკისე გასაწმენდი და სიმართლეებით გაცანეზარება. ძალიან ერთს მიაწვიმს და ისე ვისეა და მაგი.
Personzanit. Amindat hovqertsxi. Tori mere suni იცის თუ არა ყურია. და მეყვარს. იმიტომ რომ არ ეკადა გავხდი თქო. მანამდე ეგრე იყო. დავკეცოთ მოხსენი ყველაფერი გასარეცხი არ მაქვს აქაც დალაგებული მაქვს ხამე ესე დარტოვე რაზე მოგატყუოთ და წუხელ 4-ის ნახევარზე დავწექი პუდელნიკიც მაგ დროზე მიყენია საერთოდ ესენიც წუხელ დაკეცე, ხა რაც დევს აქ დაკეცილი და ესენი ახლა დავყარე. უნდა ჩავთო აქ. აზე აღარ პუნქტი სად არის? ესე იგი ადგება გოდერძი თუ არა? ტელეფონი კი არა და ეს ჯანდაბა. პულტი რო არა იყოს, ისე კი არ შეუძლია. დილიდან ტელეფონი ისა მერტო ტელევიზორი. ამის ჩართვა მე არ ვიცი. მგონი რაღაცა გამოვა. ეს კაი ხარისხი აღმოჩნდა. ეს მაიკა. დედა რაგერ თითები ამჩნევია. სულ არ ვიცი ხა იქ ჩანს თუ არა, მაგრამ სულ თითები ტელევიზორს რო უყურებენ, ადადგება და სულ ადასია. თან ურტყამს ეკრანს. გაკაწრულიც კი არის. გაჩხაპნილი. არ ვიცი რით გაჩხაპნა, მაგრამ ეკრანია გაჩხაპნილი. ეხლა რა არის ეგ? ახლა მას ჩავთ.
გაჩეჩილე მარა რა დავაგე ჩემი თმა ეგეთი 62 წამიანი იყო რეკლამა ესენი ხომ მქონდა ჩამოკიდებული აქ. მე არ ეტეოდა და ზემოთ ჩამოვკიდე კიდე. თავს არ მოგაწყენ ეხა მე ამით. თავკეცავ დავაპაუზებ და მე გავაგრძელოთ. მე მიყვარს ასე რო ჩანს. აი ასე. მაგიტომაც არის რომ ესე კეცა. სხვანაირი არ ვიცი. დავკეცავ და მოვჭი. ტერსასრუტია იქ რო ჩანს ძირფასება. აი იქ. ტერსასრუტი მიდევს. მე და ჩემი მული რო ვართ ის ვიდეო მაქვს ეხა ჩართული. მოკლედ. ესეც ასე. საჭმელი მზად მაქვს. აი დილით არ დავხდება, ამიტომაც არის კარგი. ამ ხრივ ჩემთვის რო არის პლუსი რომ საჭმელს ადრე ვამზადებ, სახლი დალაგებული მაქვს, იატაკებს უცებ მოვწმენთ და მერე შუა დღეს კვებაზე მაქვს საფიქრალი თუ არ მაქვს გაკეთებული. ხა გაკეთებული მაქვს და იყვნენ. ყველაფერს ერთად არ გავაკეთებ. მე ის მინდა დავითვალო. შეკები. აქ ვყრი ჩეკებს რომ მოგვაქვს ხოლმე იქიდან. ბევრი ჩეკი არ არის, მაგრამ სამაგიეროდ ფასებიანია. მაინტერესებს რომ დავიმახსოვრო. იმიტომ რომ რატომ იცით, მე ვაკონტროლებ რომ აი ამდენის მეტი არ წამოვიხო. რომ თვეში ამდენს არ გავწდე, როგორც ვაკეთებდით, რომ მომქონდა არ ვიცი და ბოლოში რო ვითვლი და ბევრი გამოდიოდა ეგრე არ მივიდა. ხო, ჩემს ეხა მუსიკასთან დაკავშირებულს გეტყვით სიტყვასებ, რომ აი YouTube-ზე ვიდეოს მუსიკას რო ვადებ, ყველანაირი მუსიკა არ შეიძლება. ეგ მუსიკაც კი მოვიძიე და კიდე უნდა მომიძიოს, მაშინ მუხა მე არ ვიცი. როგორია იცი, ეს უნდა მოძებნო კოპირაიტ თუ რაღაცაში, რომ მე YouTube-მა შენის არ დაგიბლოკოს, რომ ჩვეულებრივად მე ვიდეოზე დაადო რა, ვითომ ჩხილები გავიკეთე წუხელ და მომცილდა. იმიტომ რომ ძველი ხო არის მანიკურები და აცეტონში გავხსენე, ჩამშრალი რო იყო. მე გადავყრია მათ და ერთოურ სახალს ვიყიდი ნორმალურს. ეს პლუს 50 ლარი რა არის? რატომ იწერია? აქ იწერია და არ მახსოვს.
ჯერჯერობით არ აგვიშავს. ჯერჯერობით არ აგვიშავს. ცუდი არ არის თლად. როგორც აკეთებდით ხოლმე. დღეს არის 30, დარჩა 19-20 დღე. კაი, ყავს გავიკეთებ მე ხა და დავლევ. 10 საათი იქნება მალე. არ მინდოდა ადრე დამელია, მაგრამ მინდა დავლევ. აი ეგ რომ მაქვს ცუდი ჩვევა მერე, ვერ ვითმენდა რომ უნდა დავლეო. ამიტომაც არის რომ ხოლმე ძილს ვამჯობინებ. მოხაც დავაბარე. შელატინი მომიტანე მეთქი 100 გრამი. რაღაცა მინდა გავაკეთო. გაჩვენებთ რა თქმა უნდა. YouTube-ზე ვნახე და მინდა გავაკეთო, ანუ მგონი ტრენდად აქცეული, ყველა მაგას აკეთებს და მოდი მეც გავაკეთებ. ასე რომ მაინტერესებს როგორი გამოვა. ფიქრობ რომ არ უნდა გამომივიდეს ცუდი. ნახოთ აბა. გაჩვენებთ რა თქმა უნდა. თუ კაი გამოვა, იმასაც გაჩვენებთ, თუ ცუდი გამოვა, იმასაც გეტყვით. და ეგრე, იმიტომ რომ რა ვიცი რამდენი რამე გავაკეთე, ყოველთვის პირველივეზე გამომდის ხოლმე და ეხლა შევხედოთ აბა. გამომივა თუ არა. ძალიან ადვილი ჩანს. იმიტომ რომ ჟელატინი ხო გამიკეთებია, მაგრამ რაღაცის გარეშე ანუ რაღაცის გარეშე გამიკეთებია და აქ კიდე რაღაცაა დანამატში. რამე სოკი და რამე არა, სხვა. ხოდა მინდა რომ გავაკეთო. ნახოთ აბა რა გამოვა. ნახოთ, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ გამოვა კაი. სადღაც მქონდა დარიჩინი. მიგნება არ გინდა? დავივატებდი. მაგრამ ალექიანს უნდა უფრო. სუნელები შევინახე ერთად. კასკის და იმის. მისურა ყველაფერი მეზარება. იმიტომ რომ მეორე წუთას ყველგან თითებია, თითები. ტელეფონი დავმალე გუშინ აქ და ალბათ მაღაზიაზე მივიდნენ. დედა ხალხო. რა ვქენი? ყავას ვყრიდი მეგონა. აქ მაგისიც.
ყველაფერს ვაფუჭებ, ხალხო. არ გამიხსენია. Kalma çarpıyor bak. Garip. Yaris mze mara siva. Aynı siva da. Ay siz kalmasıyor vakit hep kalbimiz. Nimtkiyor. Değil mi? Hatta göre. Evet, neyse nimtkiyor. Sapxoli მინდა, ზღვა მინდა. წელს იქ ხო არ მივდივართ, მაგრამ ნათლობა რომ აქვს გეგმაში და თანხა უნდა მოვაქუჩო ნათლობისთვის. ამიტომ ეს რა ქვია. სადმე ზღვაზე დასვენებაზე რომ აი მაგალითად როგორც ბორჯომში მივდიოდით ისე წავალთ მეთქი ვერ, მაგრამ ესე თან მოხასაც უთხარი. ნახე ბინაში რომ მაგალითად 50 ლარი გადაიხადო, იმას მე მაგალითად ის მიჩვენია რომ წავიდეთ და მოვიდეთ, იმიტომ რომ 50 ლარის გარდა პლუს იქ საჭმელიც ხო გინდა 3-ჯერ 4-ჯერ. იმას ჯობია აქედან ისე როგორც შარშან და გქონდა ხოლმე 2-ჯერ თუ 3-ჯერ ვიყავით მე მგონი ზღვაზე შარშან, მეჯერ არ წავსულვართ მგონი. ხო, ანუ არ გამოვიდა. ხო და იმას ჯობია რომ ესე აქედან ვატაროთ და 50 ლარში გამოვალთ. მაგალითად რაც ბინაში უნდა მისცე. ხო და ის ჯობია თქო. მოეწონა იმასაც აზრი. კი ჯობია. ჩვენი ხა ბათუმში ხო არ ვივლით და აქ ანაკლიაში და განმოხორში გვეყოფა. ისიც მარტო ეგ გზა რო არის თორე საჭმელზე რას ჭამენ ეს ბავშვები აქ გაძღებიან და მე იქ უბრალოდ სასუსნავებს ითხოვენ. Ay, ედიკო. გამიხარდება ამით. თავი მიშტერდება სულ. მოკლედ, ჩამეტრია ფიქრებმა.
თბილისში არ იქნებაო წასვლა, მე მგონი. სადღე აქეთ იქნება. ნახოთ, სად იქნება. და ხელები როგორ. ეს კრემს არის. ნაპოლეონი მაგდა. ეს სახისაა, მაგრამ ამის სუნი მიყვარს ძალიან. ძალიან მიყვარს ამის სუნი. აი პირველად მოხდა, რომ მე კრემი მომეწონა. სუნით. ძალიან მომწონს. ასე არ ვარ ისი სუნი აქ, საერთოდ, მაგრამ რაღაც სცენარია, ხეა, რა ვიცი. ძალიან მაგარი რაღაცის სუნი აქ. ქართულად არ აწერია, რომ გითხრათ. ნახეთ. უშველა. თუ ხელაც წავისვი ღამე. მაგრამ ჩემ ხელებს სუცივ წყალში რომ მაქვს, უნდა მოვლა თორე. ამას რომ დავლევ მერე შევჭამ ცოტა ხანში. უნდა გავანაწილო. თორე ძალიან ბევრია. არ მინდა რომ გავსუქდე მაგიტოა. ისევ რომ მოიმატო. როგორ ფრთხილდები თავს ხალხო თორე. ჩამოსვლაზე არც მეფიქრება, იმიტომ რომ რო არ ვჭამო ისე არ შემიძლია. იმიტომ არა რომ მე მინდა ასე. მართლა ეგრე ვარ სამივე ბავშვებს გეფიცებით, კანკალი რომ მეწყება, აი რაღაც, აი როგორ გითხრათ, შინაგანად და ისედაც ასე რომ გიკანკალებს ყველაფერი და რო არ ჭამო, არ შეგიძლია მაგ დროს. იქით რაღაცა მჭირს. ბევრმა მითხრა რომ შაქრის დროს, ანუ შეიძლება შაქარი ქონდეს ან რაღაცა და გაესინჯეო, მაგრამ რამდენჯერ გავესინჯე, არაფერი არ მქონდა. ეგ დამეწყო ორსულობის პერიოდიდან. ორსულობის დროსაც მქონდა ეგრე. თვითონ ლამაზად მექნება მეთქი ეს ჩხილები. გავიკეთე, მივაკვდი წუხებ და რა გინდა? გიწურება აგერ ეს თეთრები იწურება. მოკლედ ეს რეზინიანები ხო გახსოვთ რომ მეყიდე მე აქ გიგასთან როცა ყავს იმ ბიჭის დედასთან ძალიან გაიხარისხია ძალიან მომეწონა და კიდევ ორის შეკვეთა მივეცი მოხრამ რო არ იცის ისე ხო და სხვადასხვა ფერები, რა ვიცი, წითელი ან ვარდისფერი, რა ვიცი, რომელიც იქნება მეთქი, ის მომიტანს, ოღონდ ერთი გოგოშკური იყოს და მეორეს იმდენად არ აქვს მნიშვნელობა. თლად ეხა ნაცრისფერში არ მეყვარს. ან ეს ფერი, ან ლურჯიც, ცისფერი, რა ვიცი, მნიშვნელობა არ აქვს. ერთი იყოს გოგოშკური თქო. იმიტომ რომ მე სადაც მაგალითად ნისიაზე ვიღებ, თან მიყიდა ზუსტად ეგეთი. ეხა მე რომ აქვს რეზინიანი და 35 ლარად მისცა იქ იმ ქალმა და ეს გოგო კიდე, ამ გოგოს კიდე აქვს 25-ად. ამიტომ ორი წყვილი შევუკვეთე. ხებასობისთვის. ძალიან გემრიელი მოსახმარია იცა. თეთრეული რომელიც ვიყიდე მე თქვენ რო გაჩვენეთ ორსაწოლიანი, აი გულებიანი. აი ხარისხის არ ჩანს. აი ის არის რომელიც ძალიან ადვილად გაიხარ ჩემთან და გაჩვენეთ კიდევაც ორ მოხმარებაში თუ ვინმეს ქუსლია გაფუჭებული და ისეთი ჩაწვა მაგ ლოგინში
სანადულად გაფუჭდება. სანადულად აი ესეთია. მაგრამ ნახეთ იმ კაცისგან, აი რომ მოდის ამირანი ბათუმიდან მე მგონი, იმ კაცისგან რო ვიყიდე, ის არის საუკეთესო ხარისხი და ისიც 70 ლარად ვიყიდე, მომცა იმ კაცმა. ორსაწოლიანი. ეხლა ლეიბის ფული მაქვს მისაცემი მარტში 85 ლარი. ნათიამ რო ამიღო. მე არ ვიყავი ჭგალში ვიყავით, მაგრამ ნათიას ავაღებინე და იმას რომ მივცე ბევრს ვერ ავიღებ, მაგრამ მინდა ისეთივე ერთთეთრიული კარგი, ისეთივე ხარისხის გამოართვა ყონდის შესანახად უკვე მოსახმარად არ მინდა და ერთ ორ ბალიშს კიდე დავიმატებდი. მაქვს მე ხა 2, 4, 6 ბალიში მაქვს. ხო. ორს დავიმატებდი კიდე. ისთვის არ ვიცი, მაგრამ მინდა. ის ბუმბულიანები არ მინდა და იმიტომ. როგორ ვიცოდი, კაცო? რა ვიცოდი, მეორადისას თუ ამიღებდნენ, თორე მე, აი, როგორ გითხრათ, ძალიან წიკებიანი ვარ. ძალიან. ჩემს უარესებიც არსებობენ წიკებიანი, მაგრამ მეც ჩემებური წიკიანი ვარ. სულ რეცხავდი ხოლმე წელიწადში ერთხელ მაინც იმას, ბუმბულს. გაშრობა უნდა კარგად. მე ისევ თავი დავაკეთებდი. ეხლა ამას აქ სად გავაკეთებ მე? აქ ვერ გავაკეთებ ვერსად. თან სხვისი სინახმარი არ მიყვარს ბალიში. უმკალით და არ მიყვარს, რა ვქნა. ჩემ სახლში ჩემ ბალიში მაქვს იქაც. გადადებული აქ-იქ, სადაც წვებით მე მუხა და ბავშვები, ლიკას ჩემთვის თეთრეულიც, ისიც იყო დრო რომ ყოველთვის დამქონდა. მაგრამ მერე ხო გვაქვს და რატომ დაგაქვს და ასე და ისე და მაგიტო მივატოვე თორე. სულ დამქონდა, სადაც არ უნდა მივსულიყავი ჯგალშიც, ჩემებთანაც, სულ დამქონდა, მაგრამ ლიკაც შემსავითაა, სულ ყიდულობს, სულ ყიდულობს. ერთი მინდა ეხა ეს საბანი რო ვიყიდე არა კაი ხარისხი. მე ვიყიდე თბილისში 2006-ში მე რო გავთხოვდი მაშინ. დედიკომ წამეყვანა და ეს მწვანე რო არის თხელი. აი ესეთი თხელია, ირეცხება. ჩვეულებრივად არც შიგნით არც იბურკლება და რამე. მოკლედ ირეცხება ეგეთი საბანია და თბილიც არის, ანუ ძალიან თხელიც არ არის. აი ისეთივე მაქვს ზუსტად ორსაწოლიანი წითელფერში იქ საჩინოში აქვთ. ისიც ირეცხება ზუსტად ესეთი სტილია. აი ისეთივე მინდა თუ ვიპოვი რომ ვიყიდო, ისეთი ძველებური. მაშინის ყველას ჰქონდა. იმიტომ რომ ეს არ არის კაი. კაი ხარისხი არ არის. ეს თან არც ირეცხება. ეს არ მახსოვს რამდენად ვიყიდე. გაჩვენეთ მაგი ვიდეოში ის ორსაწოლიანი ეხლა რა ვხმარობ, მაგრამ არ მახსოვს რამდენად ვიყიდე. ასე რომ მაგას ქალაქში თუ იპოვი ადამიანი, ლილოში მაქვს მე ესენი ნაყიდი. ბალიშებიც, მაშინ რომ ვიყიდე, ის ბალიშები არის ეხაც იქ. კაი იყო ესენი, კაი ხარისხი, თორე ხა რამდენი წელია არის, 20 წელი. წავედი, ცოტა მე გავაგზავნე, წავედი ამ ძირფასებო ბედნიერი მშვიდობიანი, პოზიტიურ და ნაყოფიერ დღეს გისურვებთ ყველას. ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა კომენტარებისთვის, ლაიქებისთვის, გამოწერისთვის, თუმცა ამ ბოლო დროს 4 პირიქით იქეთ მომაკლდა, მაგრამ არა უშავს. ასე რომ
ცხოვრება ეგეთია. ხანჩა ხვალ, ხანა მოხვალ. ასე რომ მინდა მხოლოდ ისეთები მყავდეს მართლა, რომლებსაც ჩემი ამოცნობა და ჩემი დანახვა არ უჭირთ. ასე რომ ძალიან დიდი მადლობელი ვარ თითოეულის. ვინც ხართ ჩემთან, ვინც მიყურებთ, ვინც თქვენ ძირფას დროს მე მითხოვთ. უხმესი მადლობა.